ფარიკაობაში კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. მეოთხე საშეჯიბრო დღეს სპორტის მინისტრი შეხვდა მოფარიკაოებს და მათ წარმატებული ასპარეზობა უსურვა. ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატი დღეს გუნდური ასპარეზობით დასრულდება. 24 თებერვლიდან კი ახალგაზრდებს შორის დაიწყება კონტინენტის პირველობა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ანგარიშზე ერთი მედალია, რომელიც გიორგი ურუშაძემ მოიპოვა. კონტინენტის პირველობაში მონაწილეობს 42 ქვეყნის 1100-ზე მეტი სპორტსმენი. სეჯიბრი ძალიან მაღალ დონეზე მიმდინარეობს. ამავე დროს შევხვდი გიორგი ურუშაძეს, რომელმაც ამასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს მოუტანა ისტორიული ოქროს მედალი. მინდა მივულოცო ეს ევროპის ჩემპიონობა და დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი არაერთხელ ასახელებს ჩვენ ქვეყანას. მინდა აღვნიშნო კონკურენცია, რომ იყო ურთულესი, იყო ევროპის ყველა ქვეყანა ჩამოსული, მათ შორის საუკეთესო მოფარიკაოებიც და სიმართლე ვთქვა გამიჭირდა, მაგრამ ყველაფერი ჩავდე და შევძელი გამარჯვება. კადეტ და იუნიორთა შორის ძალიან წარმატებულად ტარდება შეფასებები არის უმაღლესი დონის, ყველა ევროპული ქვეყანას მოეწონა აღნიშნული ტურნირის ორგანიზება. რაც შეეხება შედეგებს, შედეგები არის ისტორიული. გიორგი ურუშაძემ გაგვახარა მესამე საშეჯიბრო დღეს ოქროს მედალი მოუპოვა ქვეყანას. შეჯიბრი გრძელდება 20-მდელებში და ვიმედოვნებ, რომ კიდე ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებ.